ხაზის რადიო. მოგესალმებით, საზოგადოებრივი რადიო რჩება ტალღაზე FM 102 და 4 პირდაპირ ეთერის რეჟიმში და ეს სწორედ ის დროა, როდესაც ჩვენ მასპინძლობთ ეთერში გადაცემას სახელწოდებით ხაზის რადიო. ეგა ვარ ტალახაძე, სამშაბათი დღეა და დღეს ამ ეთერს გავუძღვები კოლეგასთან ლალის ეთურიძესთან ერთად, განახლებული ენერგიით და თქვენ დამისურვილებით ამ კვირაში ხშირად გავიმეორებ ამ ფრაზას. Automatic მოგესალმებით. განსაკუთრებულად მოგესალმებით. მონატრებულად. მართლაც მონატრებული მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელს. რა თქმა უნდა, ძალიან კეთილი სურვილები და მე მათ მინდა მიმართოს სწორედ ეხლა რომ ჩვენი რადიო მსმენელი არის საკმაოდ ძალიან გულშემატკივარი ჩვენი გადაცემების და ყველაფერი ეროვნულის რაც კი ჩვენთან არის. ყველს ტკივათ მათის რაც მართლაც ტკივარია, უხარიათ ის რაც სასიხარულოა. სწორედ ეხლა მათთვის მე მგონი სანამ წარვადგენდე ჩვენ სტუმრებს, მე მათ მიმართა რომ მე ვფიქრობ დღეს მათთვის ეს გადაცემა იქნება სიურპრიზი. იმიტომ რომ სწორედ ჩვენი საგანძურის მოსაძიებლად დაიგეგმა კომპლექსური ექსპედიცია რაჭა-ლეჩხუმში. ყველა ცხელი ზაფხული არის და გრძელდება ეს ცხელი დღეები და ესე ცხელ პერიოდში ძალიან პირველიდან 12 აგვისტომდე და საინტერესო მასალი დაგვეუბნნენ იქიდან ისეთი სახელებია რომ წარვადგენ უკვე თავისთავად აღარ უნდა დასახელება ქალბატონი ეთერ თათარაიძე ქალბატონი ნინო ღამბაშიძე, ქალბატონი ნანა ვალიშვილი, თეონა რუხაძე შესაძლებელია შემოგვერდეს და გარდა ამის ყველაფერს აღბეჭდა ხდებოდა ფოტო-ვიდეო მასალით, მათ ეხმარებოდა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის თანამშრომელი ნიკა გოგაშვილი და შეიძლება არ აღინიშნოს ასე მძღოლის დამსახურება, რომელიც გახსოვთ თუკრი ერემაში. აი ეს ქალბატონები დღეს ჩვენ სტუმრად და მე ვფიქრობ ჩვენი რადიო მსმენელისთვის დღევანდელი გადაცემა მართლაც სიურპრიზი იქნება. მოგესალმებით. მოგესალმებით. განსაკუთრებულად მიყვარს ხოლმე შემოდგომით და მით უფრო სექტემბრის პირველ დღეებში, როდესაც ერთგვარად განახლებული ეთერით წარსდგები მსმენელის წინაშე ამ გადაცემების გაწყობა, იმიტომ რომ ერთია რომ თავადაც მოლოდინში ხარ ზაფხული ისეთი პროდუქტიული პერიოდია შემოქმედი ადამიანებისთვის, ყველა ზაფხულისთვის გეგმავს ესეთი სულის გასალაღებლად კარგ საქმეებს და მეორეა თავად ჩვენი პროფესია შეკრიბო, მოიძიო, შესთავაზო და მე ამით იამაყო და სწორედ ეს შემთხვევა გვაქვს ახლა ჩვენ დღეს ეთერში. მსმენელს აუცილებლად ვუთხრათ ქალბატონ ლალი რომ ჩვენ ვართ პირდაპირ ეთერში. ამიტომ ნებისმიერ დროს როცა თქვენ სურვილი გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ დაგვირეკოთ ტელეფონის ნომრებზე 249-192 ან 249-292. გარდა ამისა არ დაგავიწყდეთ რომ თუ კი ესტუმრებით საიტს რადიო 1.წერტილიჯი ჩვენი გადაცემის თვალყურისდევნება უკვე ვიზუალურადაც შესაძლებელი იქნება. ქალბატონები უკვე რამდენი ხანია მოვიდნენ ჩვენ გარეთ საუბრობდით, მაგრამ სპეციალურად არ შევეკითხე არაფერი, არ მინდა რომ დავხარჯულიყავით. ამიტომ მე ვფიქრობ, აი საიდან დავიწყოთ და ალბათ ძალიან როგორ იყო თავიდანვე რომ ვინ დაგეგმა, როგორ დაიგეგმა, ვინ შეგიწყოთ ხელი ამას მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ესე ხშირად აღარ განებიურებული ექსპედიციაა. თან რა, იცით უკაცრავად ქალბატონ გაწყვეტინებთ, მაგრამ ჩვენ ბოლო დროს ამავე გადაცემის ფარგლებში ხშირად მართლაც ხშირად ვწუხთ რომ რეგიონები თითქოს უკვე იცლება უძველესი კულტურის გამიდიან ეს ხო და იქით მოლოდინში ვართო რომ თბილისმა უნდა გამოყვებოს ფოლკლორით ისინი და ამ ნიშნით როდესაც ექსპედიციებზე ვსაუბრობთ უკვე ესეთი მართლა ოაზისების მოლოდინში ვართ თქვენგან სასწრაფოდ გადასარჩენი და ამას აკეთებენ ეს კალბატონები. აი ვისარგებლობ შემთხვევით მადლობას გადაგიხდით მოწვევისთვის და გისურვებთ წარმატებულ წელს. და ბევრ სასიამოვნო წუთებს გატარებულს თქვენ მსმენელთან ერთად. მადლობთ. რასაკვირველია მართლაც იშვიათი ბედნიერება დაგეგმო და განახორციელო ექსპედიცია თანაც კომპლექსური და თანაც ისეთ მაღალმთიან და რთულ რეგიონში, როგორიც რაჭა-ლეჩხუმია. ამისთვის პირდაპირ მადლობით დავიწყებ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელობისა და კულტურის სამინისტროს მიმართ, რომელმაც მხარი დაუჭირა ჩვენს პროექტს და ასევე ჩვენ კოლეგამ, ჩვენ თანამშრომლმა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის პროექტების მენეჯერმა სოფოლ ოვჟანიძემ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეს ექსპედიცია შემდგარიყო. მე ვფიქრობ, ასევე
თავიდანვე მადლობას გადავუხდით ჩემს ძვირფას კოლეგებს, ადამიანებს, რომლებმაც ის 12 დღე ერთად ძალიან სასიამოვნო და ნაყოფიერად გავატარეთ და ვისურვებდი შემდგომში შემოქმედებით სიხარულსაც მათთან ერთად მოგზაურობისა და მუშაობის. ჩვენი ექსპედიცია თვეების წინ დაიგეგმა და განხორციელდა 1-დან 12 აგვისტომდე. რატომ ავირჩიეთ ახლა რაჭა-ლეჩხუმი მაინც და მაინც? რაჭაში თქვენი გადაცემის მეშვეობითაც და გაბატონი ლალის ავტორო გადაცემის მეშვეობითაც ჩვენმა მსმენელმა უკვე იცის, რომ რაჭაში გასულ წელს არაერთხელ გახლდით, იმიტომ რომ მომზადეთ ქვემო რაჭის ფოლკლორის ცენტრში მომზადდა და მომავალ წელს გამოიცემა ქვემო რაჭის ფოლკლორულ ტრადიციებზე და როსტომ გოგოლაძის შემოქმედებით მოღვაწეობაზე მონოგრაფია. მაგრამ აი რაც შეეხება ლეჩხუმს, ლეჩხუმი კარგა ხანია, ესე იგი 80-იანი წლების შემდეგ ფაქტობრივად მალხაზ ერქვანიძე იყო 2000-იან წლებში, აი ამ დიდი ომის შემდეგ ექსპედიცია არ ყოფილა. ბატონი მალხაზიც იყო ორ-სამ სოფელში, იმიტომ რომ ის იყო ხანმოკლე და კერძო ექსპედიცია, ასე ვთქვათ და ფაქტობრივად ის სურათი თუ რა ხდება დღეს ლეჩხუმის ფოლკლორულ ყოფაში უკვე აწლეულებია ჩვენ ხელთ არ გქონდა. ამიტომ ავირჩიეთ რომ სწორედ ლეჩხუმი ყოფილიყო უფრო პრიორიტეტული თუნდაც ჩვენი ექსპედიციისთვის და შემდგომ გადავინაცვლეთ რაჭაში. თქვენ ლეჩხუმიდან დაიწყეთ? კი, ლეჩხუმიდან დავიწყეთ, იმიტომ რომ ასე რა ვიცი, ასე გამსაჯეთ და მე მგონი სწორად. მეტი საქმე იყო. რასაკვირველია. გამოვიყენეთ დრო. აი, არ შემიძლია არ თქვა, რომ განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებსაც დღეს ხელეწიფებათ და გარკვეულ თანამდებობრივ სიმაღლეზე დგანან და უნდა ეროვნულ საქმეს ემსახურებოდნენ და ხელს უწყობდნენ და მხარში ედგნენ ყველანაირად, აი ზუსტად ასეთი ადამიანები დახვდნენ გუბერნიაში და იმათ მიმართაც თავიდანვე მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა თქვა ბატონ პაპუნა მარგველიძის გუბერნატორის მიმართ მისი თანამშრომლების ლევან ცხედიანის, ბესო წერედიანის, ცაგერის გამგებლის რევაზ ბენიძის, ასევე კულტურის ცენტრის დირექტორი ზაზა ყურაშვილი, მისი მოადგილეები გიორგი კოპალიანი და დარეჯან საღინაძე, სამხატვრო ხელმძღვანელი არაჩვეულებრივი ქალბატონი ხათუნა სილაგაძე, სპეციალისტი რამაზ კვირიკაშვილი, ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ფაქტობრივად არ მოგშორებიან გვერდიდან, განსაკუთრებით გიორგი კოპალიანი და ხათუნა სილაგაძე არც თავს ზოგავდნენ, არც მანქანას ზოგავდა გიორგი ლეჩხუმის ურთულეს გზებზე სასიარულო და დილიდან დაღამებამდე ჩვენს გვერდით იყვნენ და ექსპედიციის მომზადებისთვისაც და განხორციელებისთვისაც ძალიან დიდი ღვაწლი გასწიეს. რასაკვირველია ქალბატონი ლელა ლომთაძე, რომელიც არის კულტურის სამსახურის უფროსის მოადგილე და მისი უშუალო უფროსი ბატონი გიორგი კვირიკაშვილი და თანდათან ვიტყვი ამ ადამიანებზე, რომლებიც გზად ხვდებოდნენ სოფლებში და რომლებმაც ასევე ძალიან ხელი შეუწყეს ჩვენს მოღვაწეობას. და თქვენ ხელდამშვენებული და გვიგუნდეთ, თქვენ აქვე იქნება ჩანაწერების გაჟღერება, ეს იქნება პირველი ალბათ საჯაროდ გაჟღერება, ხო? რასაკვირველია, ეს იქნება პირველი საჯარო გაჟღერება, იმიტომ რომ ჯერ ამისაც მადლობას გიხდით. თქვენი ექსკლუზივი არის ნამდვილად თქვენი გადაცემის, იმიტომ რომ ფაქტობრივად ექსპედიციას ბოლომდე დახარისხებული მასალა ჯერ კიდევ არც აქვს, იმიტომ რომ შებულების პერიოდი იყო მოგეხსენებათ, ძირითადად თავი მოუყარეთ, მაგრამ რასაც მეცნიერული შესწავლა და სისტემატიზაცია და ამის თავთავის ადგილის მიჩენა ყველაფრის, აი ახლა ჩვენც უკვე გავდივართ შებულებიდან და ახლა ამ თვეში დასრულდება და თუმცა 7 ნიმუში შეარჩიეთ ჩვენი დღევანდელი ეთერისთვის და ჩვენი რადიო მსმენელისთვის რომ გავაშღიროთ ერთი ნიმუში და შემდეგ კიდევ დიახ, აი ეს არის სიმღერა ქოჩერაი, რომელიც ძალიან პოპულარული ლეჩხუმური სიმღერა არის, ასრულებს ცაგერის ანსამბლი სოლისტები არიან გიორგი ახვლედიანი და ოთარ თვარაძე. და ჟანრობრივად გავწევნა და საფერხულო ახალისო. ხო, აი საფერხულო სიმღერებით ლეჩხუმი მაინც და მაინც ვერ გამოირჩევა. იშვიათია. სახასიათო სიმღერაა. ხო, უფრო ისეთი ხო, საყოფა ცხოვრება ჟანრის ასე ვთქვათ. ქოჩერა. Varsi de la
სიმღერაში შუახმასამობდა ოთარ თვარაძე და ძალიან მიხარია რომ ეს არის სრულიად ახალგაზრდა 17 წლის ყმაწვილი, მაგრამ ის ისეთი ოჯახის შვილია, თვარაძეების ოჯახი ცნობილი არის. დიახ, და თვითონ მათი ოჯახი იმითიც არის ცნობილი, რომ აი მე ქალბატონი ნინო ალბათ დაწვრილებით ისაუბრებს ეთნოგრაფიულ ტრადიციებზე, მარანი აქვს ტრადიციული ლეჩხუმური მარანი აქვს ოჯახში, თვარაძეების ღვინო იწურება და მთელი ოჯახი მღერის და აი ჩვენ შეგვიძლია პატარა ფრაგმენტიც მოვისმინოთ სოზარ თვარაძე და მისი ქალიშვილები მღერიან ლეჩხუმურ სიმღერას ლაჭები და ოპიტარა. ლაჭები და ოპიტარა გოგომღვინო მოგვიტანა და მისხა და მალე ვინაგუნებაზე მომიყვანა ჰო აბარერი ოვორერა და ოვორირა ოვორირა ოვორერა რერა აბარერი ოვორერა Rogovinis vejobi avets kojori vets bakmaro Vinis mashi verma jobe vokurešiz mojih maro Avareri ovorera da Ovorira ovorira orera rera Avareri orera Vinis velia ჩვენ გადაცემის დასაწყისში აღვნიშნეთ, რომ ეს იყო კომპლექსური ექსპედიცია და ბუნებრივი ეს გულისხმობს არა მარტო მუსიკალურ ფოლკლორს, ასევე ერთ-ერთ სიტყვიერებას, ეთნოლოგიას და რა თქმა უნდა ბოსვენებსაც. ნელი მისახვედრი არ იქნება ეს ქალბატონები ისაუბრებენ ამ საკითხზე სწორედ. აი თქვენ რა ნახეთ აქ საინტერესო ის რაც მანამდე არ შეხვედრეთ ქალბატონებთან. თან ტექსტებზე ვამახვილებდით მანამდე ყურადღებას რომ ვისმენდით თუნდაც იგივე ქოჩერა ის თუ ვინაც ეს სიმღერა ლაჭები და ოპიტარა ესაც მოგესალმებით ბედნიერ წელს გისურვებთ ხვავრიელს ძალიან საინტერესოს და მე ვიტყვი რომ ის დღეები რომელიც გავატარეთ ერთად იყო ძალიან ხვავრიელიც და ბედნიერიც ვიტყოდი იმიტომ რომ მე პირადად ლეჩხუმში გახდით პირველად აი მოვლილი მაქვს საქართველოს ზოგიერთი კუთხე შეიძლება 9 ჯერ 20 ჯერ და რატომღაც ვერასდროს ვერ მოვხდი ლეჩხუმში და ეს იყო ჩემი ინტერესის ძალიან დიდი სფეროც და ესეთი ძალიან ჩაყურადებულად ვიყავი რომ რამე ისეთი არ გამომრჩენოდა და რას ვნახავდი ახლა გოდინი თუ გამართოდა აი წარმოიდგინეთ რომ ეს არის დავიწყებული საქართველო როცა დადიხარ ლეჩხუმში თავის ხალხით არაჩვეულებრივი ხალხით მე დამეთანხმებიან ჩემი მეგობრები ჩემი კოლეგები აი ეგეთი ხალხი თითქმის საქართველოში როგორიც ლეჩხუმლები არიან სტუმართან და მე არ გულისხმობ რომ გზებზე სუფრები უნდა გადაგიშალონ თუმცა აი მე პირიქით სრულიად წინააღმდეგი ვარ ზედმეტი რაღაცებს მაგრამ როგორ აქვს შენახული ეს ყველაფერი ტრადიციული ქართული ბავშვები როგორ არ დგანან დისტანციაზე როგორ შეინახა ამ კუთხემ არ ვიცი რითი მთლად უხვედრელი კუთხე არ არის მაგრამ რაღაცნაირად ცალკე მდგომი კია მთელი საქართველოსგან ანუ რაღაცა ისეთი სივრცეა სადაც ადვილად ფეხი ვერ ხვდება ალბათ მეთქი მე ვთვლი რომ როგორც მთებში დაკონსერვდება ხოლმე რაღაც ტრადიცია სიტყვა შეინახება ადათი რჯული ყველაფერი აი ისეთია ლეჩხუმი ოღონდ ხელუხლებელი თუმცა იმათ როცა ამას ხმამაღლა ამას ყველა აღნიშნავდით და ამას უმხელდით რომ ჩვენ ეგეთ საქართველოში ვართ ეხლა თქო და ვიყავით ბედნიერები ისინი ამოდენ ის ლეჩხუმი სადღა არისო და ნეტა ის რაღა იყო ის ლეჩხუმი აი მართლა მეოცნებება მოუხვედრილიყავი წლების წინ მაგრამ მე რამდენიმე სასწაულს გადავაწყდი ჩემი იყოფნის მანძილზე ჯერ დამახვედრეს ლექსი რომელთაც ვახუშტის საყვედურობენ რომ ყველგან რო ჩაატარეო ვახუშტი კოტეტიშვილს ეს საღამოები ლეჩხუმიო რატო გამოგრჩაო მხედველობიდანო და მე მახსოვს მართლა რომ სულ ამბობდა ბატონი ვახუშტი რომ აი ერთხელ მოვხდი ლეჩხუმშიო ერთხელ მოვხდიო
მე ახლა რა თქმა უნდა, აი თავხედობა იქნება და ღმერთმა დამიფაროს ამისგან, მეც ერთხელ მოხდი, სულ არ ვაპირებ, რომ ერთხელ მოხდები, იმიტომ რომ ისე მწყურია, ისე მინდა იქ მუშაობა, ისე მინდა მოხუცებთან ჩუმად ჩაჯდომა, დიდხანს ყოფნა. 12 დღეც არაფერი არ არის. ჩვენ ხო 12-ვე დღეც იქ არ გავატარეთ, ხო? 2 დღე ფაქტიურად გზის არის. 2 დღე ფაქტიურად გზას ეთმობა, ამხელა სივრცე უნდა გადასერო და გადმოსერო და რა დაგვრჩა, ძალიან ცოტა გრჩება, თუმცა გულწრფელად შემიძლია ვთქვა, აღმოჩნდით ერთმანეთზე უფრო როგორ გითხრათ, ჩვენ საქმეზე შეყვარებული ხალხი, ისე რომ ჩვენ ვიწყებდით დილის სიფთაზე მუშაობას, აი ხანდახან გვერიდებოდა, რომ ძალიან ადრე ვინმეს არ მივდგომოდით და ვამთავრებდით შუაღამეზე, შემოვდიოდით ფაქტიურად სახლებში უბრუნდებოდით შუაღამე, იმიტომ რომ გვენანებოდა ყველა წუთი, ყველა წამი. ყოფილი დადიოდით ყველა თქვენ. არა, აი რამდენი ხა იცით როგორ იყო? აი მაგ მხრივ სხვათა შორის ლეჩხუმში ძალიან გაგვიმართლა, იმიტომ რომ ჯერ ერთი ორგანიზებულად დაგვახვედრეს თვითონ იმათ მიმართულებები, რომელ სოფელში რომელი კუთხით შეიძლებოდა უფრო მეტად მუშაობა და ამასობაში იქ იყო იმის საშუალებაც რომ ექსპედიცია იყოფოდა ხან 2 და ხან 3 ნაწილად ქალბატონი ნინო ცალკე გადიოდა ქალბატონი ეთერი ცალკე მუსიკალური მიმართულება ცალკე მუშაობდა და ამასობაში 17 სოფელი მოვიარეთ მე თვითონ გამიკვირდა რომ ნახე მე ჩამონათვალი თუმცა ვთქვათ მუსიკალურად შეიძლება პროდუქტიული ყველა სოფელი არ იყო მაგრამ მაგას არ მნიშვნელობა მაქვს ეს არის სწორედ კომპლექსური ექსპედიცია რომელიც კომპლექსურად შეისწავლიდა დღევანდელი ლეჩხუმის ფოლკლორულ ეთნოგრაფიულ ყოფას და რა თქმა უნდა ერთი წუთის სვენელი მოხდა შემდეგ ავაგრძელოთ საუბარი დიახ ალო ალო თელი სიყვარულით ვესალმები ამ ჩვენ სულიერების ტაძრის სამყვანებს სტუმრებს მასპინძლებს ძალიან მიყვარხარ და მოკლედ სულიერად ამაღლეთ თელ საქართველოს ივესალმები თქვენ ძვირფას სტუმარს რა რაჩვეულებრივად თქვა რომ მივიწყებული საქართველოს ლეჩხუმზე ეს ხომ დადესკელიანების, ჩიკოვანი დადიანების, ახვლედიანების ერა და რა რაჩვეულებრივად და რა რაჩვეულებრივი გადაცა ქალბატონო მე თქვენ წარმატებას თქვენ ეროვნულ საქმეს რა ძვირფასად აკეთებ და ახლებს ლეგიონებშია თვლიანად ეს ჩვენი ხელოვნება აი თავისთავადი ხელოვნება და გაიხარეთ ძალიან მიყვარხართ და საერთოდ მიყვარს ეს თქვენი რადიო იმიტომ რომ ასეთი ძვირფასი სტუმრები მოყავს და ხალხს ათვითნობიერებენ გაიხარეთ ხომ არ შეждდა რომ ჩვენი რადიო მსმენელი არის ძალიან დიდი გულშემატკივარი ჩვენც იმიტომ ხნევდებით უფრო მეტად და გიხარია თქვენ გავტანოთ რომ აი თვითონ სამეცნიერო თვალსაზრისით რა იყო თქვენთვის საინტერესო ამ კუთხეში ერთია რომ ეს ხელუხლებელი საქართველოს და ბრძანეთ და მართლაც ადვილი წარმოსადგენია თქვენ რაზე საუბრობთ ამ შემთხვევაში მე ვიტყოდი რომ ეს აი ამ პატარა დროში რა მიუხედავად იმისა რომ კვლევა ჯერ კიდევ წინ არის მიუხედავად იმის რომ ჯერ მასალა მარტო ჯერ ცაგერის მუზეუმიდან იმ არაჩვეულებრივი ხალხის წყალობით ვინც ამ მუზეუმს ხელმძღვანელობს და დეიდა თინა ქალბატონი რომელიც აი დაბერდა ამ მუზეუმში და ღვთაებრივი ადამიანი შემიძლია ვთქვა რომ უნდა აი ერთი შეხედვით ენდობი ყველაფერი იცის რაც ხდება ცაგერი როგორ სუნთქავს იცის ამ არაჩვეულებრივმა ადამიანმა და დირექტორი ამ მუზეუმის ფანტასტიკური ადამიანი აი ეს ნაბიჯ და მე ვთვლი რომ ლეჩხუმის მუზეუმი მხარეთმცოდნეობის თუ არ იცის ქართველმა არ იცის საქართველო ეს არის წარმოუდგენელი მასალა ეს არის წარმოუდგენლად მოწესრიგებული იქაურობა მე ვიტყოდი რომ ეს არის ძალიან მაღალი რანგის მუზეუმი რომელიც უეჭველად უნდა იცოდეს კულტურულმა ქართველმა ადამიანმა და მარტო იქაური მასალა რომელიც ხო ვამბობთ ნანამ აღნიშნა უკვე რომ ჩვენ ჩამოვედით უბრალოდ რაღაცა დონემდე ეს დავაბინავეთ ეს მასალა მაგრამ ჩვენ ვართ შვებულებაში ასე ვთქვათ ეს არ არის გამოსავალი მაგრამ ველოდებ წინ გვაქვს ძალიან დიდი ბედნიერება იმისი ეხლა რომ დავიწყებთ ამ ყველაფრის დახარისხებას რა ამოგვივა მაგრამ მე ერთი თვალის გადავლებითაც ვიცი რომ წამოვიღეთ სრულიად უნიკალური მასალა განსაკუთრებით ლეგენდები, თქმულებები, მითები, შელოცვები. ცოცხლობს დღესაც შელოცვის აქტუალურია. აი ყველგან სადაც არ უნდა და ლექსათქმული შელოცვა. და ლექსათქმული რა თქმა უნდა და ის ძველი ფორმულები და ის გამყინვარებული ადგილები რომელიც თელ საქართველოშია და იქრო თავისებულია ძალიან ლეჩხუმური. რა მაგალითია.
ხო, რამე ხომ არ გამოყვათ თუნდაც ლექსიკური მარაგიდან ისეთი კუთხეს რომ ახასიათებს ხოლმე. ეს მაგალითად არის ეგეთი სოფლების აი ავადობასავით მოედო ოდესმე ჩვენი დედმამების სიჯეილეში წარმოიდგინეთ ეგ არის სადღაცას ალბათ 50-იანი წლები როცა საქართველოში იმღერებოდა სოფლები აი თუშეთში მაგალითად ერთმანეთს რო აჯიბრებენ სოფლებს და დასცინიან ერთმანეთს და აი ლეჩხუმშიც აღმოვაჩინე ისე რომ ყველგან ეს არ არის მაგრამ ბევრგან არის და აი ლეჩხუმს კიდე თავისებურად აქვს და ისეთი თბილია და ამას მღერიან ფანტასტიურად თან. აი ესეთია, ჩამოვიარე ლასხანას, ქალები კრებდნენ შავმსხალას. ქალო რატომ კრებ შავმსხალას? ასე იციან ლასხანას. ჩამოვიარე ლუხვანოს, გოგო და ბიჭი ბურხლაობს. საწოდავი ზარაგულა, დამწვარა და დადაგულა, ჩამოვიარე ზუბიო, ქალებს უქნიათ ჩხუბიო. ქალად აღარ ვარგა, გაუტეხიათ შუბლია. ცაგრილებს და აღველებს, ერთნაირად ახველებს და ასე შემდეგ მიდის ეს არის. ისეთი სასაცილო, ისეთი სახალისოც, ისეთი სასიმღერო ტექსტია და ისმენელი ყავს კალათონეთერ კიდე მოსმოდია. ალო. მშვიდობისა. მშვიდობის ბატონო. ძალიან გამეხარდა რომ ქალბატონი ეთერი ქალბატონი ნანასხვები აი ეს გარჩილან და ეძებენ იმას რაც ჩვენ დავკარგეთ მაგალითად კარგი ანსამბლი იყო საგერის კულტურის სახლთან ვაჟა დოლის ხელმძღვანელობით და კიდევაც არის ჩანაწერები ნაჭები და უბიტარა და სხვა სიმღერები და აი ამ ყველაფრის ახლა ზებნა გვიხდება სამწუხაროდ რა დრო დადგა ღმერთმა ქნას რომ არაფერი დაიკარგოს და მაგრამ არ დაგვავიწყდეს რომ ჩვენ გქონდა ის ყველაფერი თუნდაც აი კოჩერა რო დაეკარგათ მაგის მელოდია იყო წაში ქალები წასულან და სხვა და ფიქრობ რომ საჭიროა უფრო კომპლექსური მიდგომა და არ დავიწყება რაც გქონდა და უძველესი იქნება ალბათ რაღაცა უფრო ახლის მოძებნა და გამოვლენა. დიდი მადლობა. და რა მოვასმენინოთ კაპტენანა? ახლა მე არ მინდა რომ რაღაც ისეთი დავჩაგრო ჩემი კოლეგები, მაგრამ მუსიკალური მხარე ალბათ ცოტათი გამოაცოცხლებს და გაალამაზებს კიდევ და უფრო თვალსაჩინოს გახდეს ჩვენს საუბარს და ამიტომ მოვისმინოთ თუნდაც ფრაგმენტი ღვირიში, სოფელ ღვირიშის ფოლკლორული ჯგუფის შესრულებით მზეო ამოდი, რომლის სოლისტი გახლავთ ბახვა გუგავა, ეს არის მასაც განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადო, იმიტომ რომ ეს არის სკოლის დირექტორი, ინტელიგენტი, არაჩვეულებრივი ადამიანი, ძალიან ენამახვილი და არაჩვეულებრივი მთქმელია რა, ქალბატონო ეთერა თავისი ლექსები აქვს ძალიან კარგი და ძალიან კარგი მომღერალი. მღეროდა გარკვეული სიმღერები იმღერეს, მაგრამ ბახვა არ იყო ჯერ მოსული. აი ბახვა მოვა და იმას მიმღერებ და ბახვა მოვა და იმის გარეშე მიმღერებ და ბოლოს აი რასაც ქვია აქუშინებული შემოვიდა ბატონი ბახვა და აბა ნადური დავიწყო და უცებ დაიწყო. ეს გუგავების მუსიკალური ტრადიცია ძალიან წოდეტობა გადამოენაცვლა სვანეთში, სვანიდან აკელეჩოში და მე კიდევ ერთხელ შევახსენებ რადიო მსმენელს, ვიდრე ჩანაწერი გაიჟღერებდეს, ვინც გვიან შემოგვიერთდა ჩვენი სტუმრები გახლავთ. კაპტონი ერთად არა ეცენ ნანა ვალიშვილი მათ უკვე ისაუბრებს ნაწილობრივ და ამის შემდეგ საუბარს გააძლევს კაპტონი ნინო ღამბაშვილი. და მე მომწონს კაპტონი ეთერო შრიალი რომ ის მისიგ მაიმედებს რომ კიდევ წაგეკითხავს რამის საინტერესოს. Male
ის რო იმღერეს და მეც არ მივეცი საშვი. აი რაც გაახსენდათო, არ იკრიბებოდნენ სპეციალურად. არა, ეს არიან აბსოლუტურად ერთი სოფლის მცხოვრებნი, რომლებიც ოდესღაც შეიძლება ყანაშიც ერთად მღეროდნენ, არიან იქ ჭარმაგიასაკის ადამიანები, მაგრამ აი ზუსტად ბატონი ბახვასნაირი ადამიანების მოწადინებითა და დაძალებით, ასე ვთქვათ, და ძალისხმევით შეიკრიბნენ ჩვენი თხოვნით და ჩვენი ჩასვლისთვის და აი ეს ექსპრომტად რაც ერთად გავიხსენეთ. და რაც შეიძლება ქალბატონინო აი ეთნოლოგიის კუთხით რა დაინახეთ აქ უფრო საინტერესო. მით უფრო რომ აი ქალბატონმა ეთერომ ისე ხაზგასმით აღნიშნა ხელუხლებელი საქართველოს დამხვდაო რომ თქვენთვის ალბათ კიდევ უფრო გააცნობთ. პირველად გზანდებოდით ახლა ექსპედიციაში კიდე. პირველ ყოვლისა თუნებას მოვცემთ მეც ვიტყვი ორი სიტყვას საერთოდ ექსპედიციასთან დაკავშირებით. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მოხდი აი ამ ჩემს ახლობლებში, ჩემს საყვარელ ხალხში. მინდა გითხრათ, რომ ექსპედიცია იყო ძალიან კომფორტული. ყველა თვალსაზრისით ეს იყო დაგეგმილი, მართლაც ეთერმა სწორედ აღნიშნა, რომ დილიდან საღამომდე ეს იყო დაგეგმილი ექსპედიცია, იმიტომ რომ თქვენ მოგეხსენებათ ჩვენ ადრე თვეები მივდიოდით ექსპედიციაში, ფაქტობრივად ეს დაზვერვითი ეს პერიოდი დაზვერვითი სამუშაოებისთვის კმარა ეთერმა აღნიშნა ეს, მაგრამ ძალიან დიდი მადლობა ყველა იმას, ვინც ეს დაგეგმა, ვინც შესაძლებელი გახადა, თუნდაც ამ მცირე დროით ჩვენ წავსულიყავით. მოგეხსენებათ, დღეს არ არის ესე იოლი და მართლაც ჩვენ დღეს უკვე ვიცით, სად შეიძლება გაგრძელდეს მუშაობა, როგორც ეთერმა ბრძანა. ვისთან მივიდეთ არ შემიძლია არა ვთქვა, რომ არ მინდა მე არ დავასახელებს, ვინაიდან რეკლამაში არ ჩამეთვალოს, იმ საოჯახო სასტუმროებში, რომელშიც ჩვენ ვიყავით გაჩერებულები, როგორც ცაგერში, ასევე ამბროლაუში, რაჭაში, ეს იყო განსაკუთრებული ოჯახები იყვნენ, რომლებმაც ჩვენი იქ ყოფნა, აი ჩვენ არ გვიგზნია, რომ ვიყავით უცხოობაში და მათთან ურთიერთობა ერთი სიამოვნება იყო. ეს არის ხალხი, აი ლეჩხუმი, მე გავაგზელებ ორი სიტყვით ეთერის ნათქვამს. ეს არის მართლაც ის ხალხი, ისიც როგორც ვახუშტი ბატონიშვილი წერდა, როგორც ჩვენ ვიცოდით, რომ ლეჩხუმლები საოცარი ზნისა და ბუნების ხალხი. მართლაც ასეთები არიან დღემდე შენარჩუნებული. მშრომელი ხალხი, გულითადი ხალხი, მათთან განშორება ძალიან ძნელია, იმიტომ რომ თან მოყვება ეს სითბო, ეს მართლაც იშვიათი რამ, რაც დღეს როგორც ეთერმა აღნიშნა, პირდაპირ მარგალიტებით არის საძიებელი ჩვენში. რაც შეეხება აი მართლაც ძალიან ჩვენთან ერთად ფაქტობრივად ჩვენთან ერთად იყო ეს ხალხი, ვიზედაც ისაუბრა ნანამ ექსპედიციაში და აი დაუღალავად მოყვებოდნენ ხოლმე თან. რაც შეეხება ეთნოგრაფიულ მასალას, თქვენ მოგეხსენებათ, რომ ტრადიცია ილევა, ტრადიცია ქრება და ძალიან ბევრი მიზეზი არის და ხანგრძლივი დროის განმავლობაში ხდება ასე. ეს არის როგორც საბჭოური პერიოდი, მით უმეტეს რელიგიასთან რაც არის დაკავშირებული. მე უშუალოდ რელიგიის სპეციალისტი ვარ და მაქვს გამოცდილება იმისა, თუ რა იყო 70-80-იან წლებში, როგორი უხვი მასალა იყო და დღეს როგორი მწირი მასალა ამასთან დაკავშირებით. ინტერესიც სხვაგვარი არის ახალგაზრდებში სამწუხაროდ და დღეს უკვე ინტერნეტმა და ტექნოლოგიებმა სულ სხვა მიმართულებით ცოტა ხანში გაწყვეტით ტელეფონის სვენელები დილამშვიდობის, დღემშვიდობის, წყალტუბოდან მოგეფერებით, მოგესიყვარულებით, შემოკარგებო, განახლებულად, ლამაზად, მთელი ზაფხურის შემდეგ რამოდენე რამ გაგიკეთებიათ, დიდებული სტუმრები ყავ, დიდებული მასპინძლები ხარ და როგორ გამახსენეთ, ლეჩხუმობა, ლეჩხუმში 3 დღე ვიყავით, ბუხაიძე, პარმენ ბუხაიძე იყო ჩვენი კულტურისა და ჩვენი სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი ყავდა წყალტუბოში, მედმუშაკთა. ასევე ვიყავით რაჭაში,
ძალიან ბევრი ახლობლები, ძალიან ბევრი ახლა. მარგო სიმსივე მარტო მარგო ყოფნის ჩვენ სიმსივე თავისი ლექსები და ჩვეულებრივი ქალბატონი. თავისი ქაფურობი და ცაგერში არაჩვეულებრივი მუზეუმი თქვენ მართლაც ისე კარგად აღნიშნეთ ჩვენ მოძვირფასებო ცაგერობა და ისეთი ტკბილი ხალხი არიან, როგორი მოფერება იციან, როგორი სტუმარ მასპინძლობა იციან და 3 დღე ვიყავით, 3 დღე. მთელი ის გემრიელ, მთელი იმერეთის ის იყო ზესაფონიდან, ცაგნიბიდან, არ ვიცი, თერჯოლიდან და საიდან არ იყვნენ გუნდები, სამტრედიიდან და ყველა იყო მაშინ. ეს იყო 80-იანი წლები, მაგრამ ეს გასული საუკუნე იყო და ეხლა გისმენთ თქვენ და როგორ სიამოვნებით გამახსენეთ მთელი დიდი მადლობა თქვენ გადაცემისათვის. ამა განახლებული და გალამაზებულია თქვენს სტუმრებს და მივესალმებით თქვენს მსმენელებს. ყველას მივესალმები, ძალიან მომენატრეთ სუყალა და ძალიან დასანანია რომ გიგო სვანიძე ვერ შემოგეხმიანება და გულდასაწყვეტია ძალიან კარგად მეყოლეთ. კარგად. დიდი მადლობა გავაკეთებოდა. და მე აქ კიდევ ერთი ოჯახის ნიმუშს ხედავ. ოჯახური მუსიცირების პრაქტიკა ალბათ კარგად არის ამ კუთხეში, რომ კოპალიანები ყავს. განსაკუთრებით კოპალიანებში. ესე იგი, სადაც წავედით ნახევარი ექსპედიცია, ყველგან მასპინძლები იყვნენ კოპალიანები და ყველგან ღეროდნენ კოპალიანები და უსაყვარლესი, უძვირფასესი, მართლაც ხელსაგოგმანები ადამიანი არის ჭარმაგი ბატონი რაფილ კოპალიანი, რომელიც თავის დროზე წლების მანძილზე და ათეული წლების მანძილზე რასაც ქვია ფლაგმანი იყო და ესათუთებოდა ლეჩხუმურ მუსიკალურ ტრადიციებს, სამსხმელობდა თავად მღეროდა და მღერის დღემდე არაჩვეულებრივად სამწუხარო თვალში სინათლე დააგლდა ასაკის გამო, მაგრამ გონება, მეხსიერება, საუბარი ისტორიკოსი არის განათლებით არაჩვეულებრივი მოსაუბრე, თბილი ადამიანი, ჩვენ რასაკვირველია ვეწვიეთ მას ოჯახში, მიუხედავად იმისა, რომ მას შვილი ყავს გარდაცვლილი, ოჯახში სიმღერა მაინც ისმოდა ჩვენი ხათრით, იმიტომ რომ სხვანაირად არ შეიძლება ამ ადამიანმა მთელი ცხოვრება მიუძღვნა სიმღერაზე. ეს მისი შემოქმედებითი ენერგია, რომელიც და კიდევ მინდა აქვე ვთქვა და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო ბატონ რაფილს კონკრეტულად იმისთვისაც, რომ მას მოვასმენეთ ივეთ გრიმოს ჩანაწერები 1967 წლის, სადაც მან აბსოლუტურად ყველა სოლისტი და ყველა მომღერალი ამოიცნო და ეს ჩანაწერები მზადდება გამოსაცემად და იმედია რომ ჩვენი მოწვეული წაადგება ამ გამოცემას. ახლა რახან ბატონი რაფილის ჩანაწერი სამწუხაროდ არ მაქვს, მაგრამ სამაგიეროდ სხვა კოპალიანები და აქ არ არის ტრადიციული ლეჩხუმური სიმღერა. ეს არის ზუსტად საოჯახო მუსიცირების პრაქტიკაში დარჩენილი სიმღერები, რომლებიც ერთად საბჭოთა პერიოდიდან მოდის, საფანდურო სიმღერა ალპანიდან ცაგერამდე, რომელიც თავისი კუთხის სილამაზესა და სიყვარულს ეხმიანება. წყალტუბოდან ქუთაისამდე კი ვიცოდით აქტიურად, ახლა ალპანიდან ცაგერამდე ნახოთ. ეს გზა გავიარეთ არაჩვეულებრივი ალპანიდან ცაგერამდე ულამაზესი. მოვისმინეთ. ალპანიდან ცაგერამდე შორი არის და გულით და სიმღერა და სიყვარულითა ამ სიმღერას ასრულებენ დები, ნათელა და ნუნო კოპალიანები და ხარს უბამენ მისი მეგობრები და მეზობლები, რომ ასევე მინდა გავაგრძელო ჩემი მადლობები და ქალბატონ ნათელას, რომელიც არის ქვედაცაგერის კლუბის გამგე, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო გიზო კოპალიანს, გვესოს კლუბის გამგეს და სოფელ ღვირიშის კლუბის გამგეს რამაზ გიორგობიანს და ლესინდის კლუბის გამგეს ლეილა სილაგაძეს. ჩვენ ვიყავით ასევე არნალასა და წიფერტში ამ ადამიანებსაც მინდა ქალბატონ ფოთოლა კოპალიანს მადლობა გადაუხადო და საირმეში ნატო ბურჯალიანს შევეხმიანო ოყურეში კიაზო არჯევანიძის ოჯახს არა ქალბატონო ერთმანეთს მბრძანდებოდით და საერთოდ გაცრავად ჩაგითრთვები ამ ოჯახში დავაფიქსირეთ
600 ლიტრიანი ქვევრი სტალინს მხოლოდ თურმე იმ ქვევრიდან სვამდა ღვინოს და უგზავნიდნენ და ბოლო ბოთლი დალიაო ბოლოლიტრიო და გარდაიცვალა დილისთვისო. მოკლედ ეთეთი. მიდა მე რადგანაც ბარენი ახსენეთ, რა ქვევრი ახსენეთ. აი თუ არის კიდე შენარჩუნებული ყოფაში ის ტრადიცია, რაც მოდიდან მოდის. იცით რა არის, ეხა მე როგორც მოგახსენეთ ტრადიციასთან დაკავშირებით ბევრი რამე არის გამქრალი, მაგრამ არ შეიძლება თვალში არ გეცეთ აი ის სამეურნეო ნაგებობები ტრადიციული ხის თავისი შემკულობებით ძალიან ლამაზი. ეს ჯერ კიდევ არის და აი გულსეფინება სიამოვნებით, იმიტომ რომ ეს თავის საოცარ კოლორიტს აძლევს მე იმ შემდეგ როგორ არა და შიგნით აი სოფლებში რო შეხვალთ ეს დაგეგმარება სოფლის თავისებური გზები, თავისებური გამწვანება და ეს ხის ნაგებობები არაჩვეულებრივად ერწყმის აი ამ ყველაფერს. ამას გარდა ძალიან მაინტერესებდა დღევანდელ დღეს როგორ არის სუფრის წესები და ვცდილობდი რომ აი დღევანდელობაში როგორ გადადის ეს ტრადიცია, ხომ არ არის დამდგარი რამ ის ვითარდება და მისი სიცოცხლის უნარიანობაც სწორედ ამაში არის და საინტერესო ის არის რომ ლეჩხუმში არც ერთ ოჯახში არ დარღვეულა ეს ახალი ტრადიცია. ანუ მეორე სადღეგრძელო ღმერთის სადღეგრძელოს შემდეგ არის უწმინდესის სადღეგრძელო. როდესაც მან ერთხელ მოგზალებით თქვა, რომ ჩემი სადღეგრძელოც დალიეთ ხოლმე სუფრასთან და აი სულ ახსენებენ უწმინდეს მეორე სადღეგრძელოში და ისე ხო და ისე მომეწონა აი ქალბატონი ნატო ბურჯალიანის ოჯახში საერმეში ვიყავით და მისმა ძმამ ესეთი სადღეგრძელო დალია, ოქრომჭედლების სადღეგრძელო და რა არის ოქრომჭედლები? ეს ჩვენი მშობლები არიან. დიახ და აი სიტყვასთან დაკავშირებით რამ ისეთი თქმები ხო არ არისო და მე მომეწონა ძალიან აი ჩვენ ვიყავით ერთ-ერთ ოჯახში არაჩვეულებრივი ოჯახი იყო როცა სუფრა გაგუშალეს და ეს რაღაცა ბოლოსკენ მიდიოდა ოჯახის უფროსმა თავის მეუღლეს უთხრა ახლა ყავას ამოახეთქინეო აი ახლა ლექს ამოახეთქინე და უშოთ სიმღერასთან ლექსის თუ ითქმებოდა თუ რამე ჩაიწერეთ კიდე საინტერესო ნიმუში ლექსის კი ლექსები ტრადიციულად რამდენიმე სუფრაზე ნამდვილად მოვისმინე ვიდრე ყავა ამოხეთქავდა მაგრამ უფრო აი სიმღერა უფრო ძალიან ისია მოდებული და ის სასიმღერო ტექსტები ძალიან საინტერესო და რაც მთავარია ახალგაზრდობას აქვს დაწყებული ყურის გდება წინაპრებისთვის ლექსში. ეს მე ვთვლი, რომ ჩემთვის პირადად არის ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი და მე ერთ ნათია დაშნიანის ერთ პატარა ლექსს წაგიკითხავთ. უხმო უსიტყო გაჩუმებული გოგო დაგვხვდა ერთ-ერთ ღამეს, როცა მოვედით ჩვენ სასტუმროში, ასე ვთქვათ და აი მოიტანა თავის ლექსები, ურჩიეს რომ უნდა მე მენახა ეს ლექსები და აი ესეთი მთქმელი აღმოჩნდა. შენ ჩემო სევდის ყვავილო, ვაი რა მალე მიკვდები, თოვლის ალერსით დაღლილო, დაჭკნები, გამიფეთრდები, იავ ზამთარი მომწყინდა, გულს შემომაწვა ფიქრები, შორს გაგიტაცებს ნიავი, გინატრებ აღარ იქნები, ხედავ მთაბარი შემოსა, ამ გაზაფხულმა ფარჩებით, მახარებს შენი შემოსვლა, წახვალ ტკივილად დარჩები. მე ვთვლი, რომ ეს არის სრულიად დიდი ღონის შემოქმედი, მე ვუსურვებ ნათიას ძალიან ბევრ ფიქრს, ხალხურ ფიქრს, ხალხური საზომსაწონით ფიქრს, იმიტომ რომ ძალიან უხდება ეს ფიქრი იქაურობასაც და ჩვენ ქვეყანასაც და მე ვისურვებდი და მე შემხვდა რამდენიმე სასწაული პირდაპირ შემიძლია ვთქვა ჩემი იქ ყოფნის მანძილზე. აი სწორედ ვახუშტის 80 წლის თავი რო გახდა იმ დღეს, აი სწორედ საათების წინ ამირანმა დაამირეკა და მითხრა რომ გადიან საფლავზე, ვახუშტი კოტეტიშვილის საფლავზე.
და აი რაღაც 1 საათში მოდის ადამიანი და მეუბნება რა კარგიაო რომ შეგხვდითო მეო მთელი ცხოვრებაო რაცო ის გამოვიდაო სკაბრეზულებიო ვახუშტისო შევაგროვე ლეჩხუმურის სკაბრეზული პოეზიაო და სულ მინდოდა რომ ეს რვეული მისთვის მიმეწვდინაო მისთვის გადამეცაო და აი სწორედ იმ დღეს როცა 80 წლის ის გახდებოდა ეს რვეული გადმომცა ადამიანმა და მეორე სასწაული რომელსაც ნინო ესწრებოდა ერთმანქანაში ვიყავით მე და ნინო ნანა არ იყო ჩვენთან იმ დროს მივდივართ აბარში ჩემი უსაყვარლესი მასწავლებელი იურა ჯაფარიძის გიორგი ჯაფარიძის სოფელში და გადავწყვიტე გზად რომ მე აუცილებლად და მანამდეც ვამბობდი რომ არ ვიყავი იურას საფლავზე ნამყოფი და დღეს უეჭველად ვნახავ იურას საფლავს თქო და უცებ აბარში ვართო უკვე და აი ზარი ტელეფონის და მეუბნება ადამიანი რომ ეთერ მე ეს და ეს ვარ 8 თვის წინ რომ იქ ბარისახოში რომ შეხვდით და დღეს გადავწყვიტე რომ თქვენი 20 წლის ნაკრეფი მასალა მითოლოგიაში უნდა გამოგიცეთ წიგნად და თქვენი ნაშრომი და მე მივხვდი რომ ეს იყო იურას სულის წყალობა ჩემთვის იმ გზაზე იმიტომ რომ აი არ საიდან არ შემეძლო რომ ეგ მეფიქრა და ეგეთი სასწაულებითაც ვიყავით ყველას რაღაცა ქონდა აი ეს სიხარულები ყველა დარგს ქონდა მოულოდნელი იმიტომ რომ ძალიან მადლიანია ეს ორივე კუთხე ლეჩხუმიც და რაჭაც და ჩვენ ეგ სასწაულებიც მე არ ვარ ესეთი ადამიანი რომელიც რაღაცებს იგონებს და რაღაცების ჯერა გამოცდილება უკვე იმხელა მაქვს რომ მე ვიცი რა არის ესეთი მოულოდნელობა და აი მე ვამბობ რომ ამ ლექსის შემდეგ რომ ეს სრულიად ახალგაზრდა ბავშვმა დაწერა გოგომ უკვე ჩვენ გვაქვს იმის თქმის უფლება ამ ექსპედიციას ყველა დარგს აქვს უფლება ყველას აქვს თავის მონაპოვრები რომ ვთქვათ რომ იყო ექსპედიცია ძალიან მადლიანი და ნაყოფი არა აი ზუსტად ხალხური გადავიდა ბუნებრივად რაჭაში როცა აბარი ახსენა და სულ განათლებული იური ჯაფარიძე და სწორედ აბარი იყო და ლიხეთი ერთ-ერთი საინტერესო სოფელი და მხარე სადაც ჩვენ მოვხვდით იმიტომ რომ ლიხეთში ფაქტობრივად ჩვენი თხოვნითა და მოწადინებით გაიმართა სანახშო და მოდიოდნენ თანასოფლელები, ახალგაზრდები, მოხუცები, ზოგი ყავარჯნიდან დაყრდნობილი ძლივს გადმოდიოდა ეზოში, ღობეზე და იმ სანახშოს ყავდა შემსრულებლებიც და ყავდა მსმენელიც, მაგრამ პასიური მსმენელი იშვიათი იყო, როგორც წესი, ან ხმას ამოიღებდა ბოლოს და ან ფეხს გაუსვამდა ერთიოს და ცეკვას შეაშველებდა. ცეკვის ფრაგმენტებით ჩაიწერა. რასაკვირველია, ლიხეთის სანახშო ამ მხრივ იყო, ან ხილს და ღვინოს შემოგვაშველებდა ხო? ჩვენ სიმღერა შევაშველებდა ხო ჩვენს. ასევე მნიშვნელოვანი იყო ძალიან ერთი სოფელი ჩვენთვის, რომელიც არის ცახი. ცახში უწინათ ვიყავით წინა ექსპედიციების დროს და არაჩვეულებრივი სოფელია თავისი ტრადიციებით, თავისი მდებარეობით, რაღაც გამორჩეული და საინტერესო ამ მხრივ ჩემთვის ის იყო, რომ აი გრიმოს ჩანაწერები აქაც არსებობს 1967 წლისა და წაღებული მქონდა და ისიც ვთხოვე ბატონი ეგულის ოხაძე არის ანსამბლი არც ქვია ამას იმ წუთას ვინც სოფელში ამოსული იყო იქაური ძირი მაცხოვრებელიც და დასასვენებლად ამოსულიც ყველა ჭარმაგი ადამიანი შეიყარა ქუჩუკის ოხაძის მოწადინებით ბატონი ეგულის ასე ვთქვათ წინამძღოლობით მუსიკალურად და იმათ გაიხსენეს რამდენიმე სიმღერა რომელიც უმღერიათ ოდესმე ერთად და იმათ იმღერეს ალილოთ სიმღერეს მაყრულის და იმღერეს ქრისტიანს და შევადარე გრიმოს დროინდელ ვარიანტს აბსოლუტურად სხვა ვარიანტები იყო. სხვათა შორის აი 67 წლიდან 2015 წლამდე არა, აბსოლუტურად სხვადასხვა ვარიანტები იყო და სხვათა შორის ის ძველი ვარიანტები თვითონ ეგულის ახსოვდა, იმიტომ რომ თვითონ მღერის იმ ჯგუფში და მონაწილეობს მამამისთან ერთად და დალოსტი სუხაძესთან ერთად და ეხლა უკვე ამათო ვერ გაიხსენესო და აი ეს ვარიანტები რომელიც გავიხსენეთო, ესენი და ერთ-ერთი იყო მაყრული. დიახ, ერთ-ერთი იყო მაყრული, რომელსაც ახლა მოვისმენთ და
სანამ ჩავთვალ თუ შეიძლება რაჭის მხარე არ გამინაწყდეს არაჩვეულებრივი ადამიანები არიან და მადლობას გადაუხდი კი გამგებელს ხალხაზრდათა მოადგილეს ფარნა ბაკურაძეს სოციალური სამსახურის სპეციალისტს გია გოცირიძეს ლიხეთ აბარის გამგებელს არაჩვეულებრივ ადამიანს ბატონ ბორის ყალაშვილს რომელიც მთელი დღე არ მოგშორებია და ჩვენთან ერთად იყო და ამხნევებდა და აიძულებდა ფაქტობრივად ყველას რომ თუ კი რამ რესურსი იყო შემოქმედებითი არაფერი გამქრალია ნასტასია ბებოს გადავხადოთ უღრმესი მადლობა ირაკლი გძელიშვილის ოჯახს სევაში ზაურ ლობჟანიძის ოჯახს აბარში და თვითონ ქუჩების ოხაზაზე ჩვენ კიდე შევხვდებით ამ გადაცემით თქვენ ხო ხა ძირის პროცესში ხართ დალაგების მომენტში აუცილებლად არავინ არ გვინდა გამოგხდეს თვითონ სოფელზე თვითონ დღე მივიწყდა ჩვენ კიდე განსაკუთრებულ მადლობას ვეთქვით მსმენელს ერთგულებისთვის და იმისთვის რომ გვაძლევს საშუალებას სწორედ რომ ასეთ თემებზე ვისაუბროთ მათთვის აქ იქარით ეს არ იქნება ეს ჩანაწერი ესეთი რაფინირებული ანსამბლის ეს არის მოხუცები რომლებიც იმ წუთას მოიკრიბნენ და როგორც შეძლეს გაიხსენეს სახის მაყურებელი მადლობთ ხაზის რადიო